გახსოვთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ როგორ მოითხოვდნენ ჩვენგან შინაურები და გარეულები, რომ გაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტათ ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე და ამით წლობით ნაშენები მშვიდობა და კეთილდღეობა წყალს გაგეტანებინა. ომის შავთეთრი რეალობა დაგვებრუნებინა. ძლივს წელში გამართული გლეხი ისევ წელში გაგვეტეხა. და ამას ისინი ისტორიის სწორ მხარეს დადგომას ეძახდნენ. შესაძლოა ჩვენ ისტორიის სხვადასხვა სახელმძღვანელობს ვკითხულობთ, მაგრამ მე არ ვიცი, რომელი ისტორია ისეთი, რომელიც მთელი ერის ომისთვის გაწირვას სწორ მხარეს დგომას შეაფასებდა. მაშინ ჩვენს მტერმოყვარეთ არჩევებს არ დაუჯერეთ და დავდექით ისტორიის, ოღონდ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, რადგან გისმენდით და გიჯერებდით თქვენ, ქართველ ხალხს.